კომედი ჯგუფის ჯანმრთელობას აზღვევს სადაზღვევო კომპანია ალფა. აბა ნახე რამე. ხო რაღაც ვარიანტები არის, შევინახე რა. აი ეს მაგალითად ნახე. აბა? ეს ღირს $700 და არის ოროთახიანი. უბრალოდ ძვირია რა. მეტი რა გვინდა? მეტი არ გვინდა, მაგრამ $700 ამაში ხდა, რავი, ვარი უნდა იყიდო მაშინ. მაგ ხელას ეს ხის გაკეთება არ მინდა. კარგი და სხვა? სხვა რა ვიცი, აი შენახული მაქვს რაღაცა. რა გოგოებს მოეწყვნათ? ძალიან მომწერეს და დიდი მადლობა გადმოგცეს. როგორ გაძვირდა ბინები და ღვიძავთ მტრედებო? ღვიძავს ლუკას მაღვიძარამ დარეკა, გამაღვიძა, ვეღარ დავიძინა და ესეც გავაღვიძა. აი ექსო დამავიწყდა. მაგ ტელეფონს რო ჩაუწიო არ შეგიძლია? მაინც არ იღვიძავდა, რისთვის გიყენია ვერ ხვდები. იწყდება ხოლმე. მე დედას ვიცა ვარ წინა კორპუსის შუქები ინთება ხოლმე, ამის მაღვიძარა რო რეკავს. ან დილის 6-ზე სად გეჩქარება ვაიმე, გავიგეთო, გავთიშო. ნახოთ ერთი. რა შვებით? ბინას ვეძებთ. თქვენთვის? არა, შენთვის, რო ტვინი აღარ წაიღო ხოლმე. აბა გათხოვებით შენ არ თხოვდებინა. გიშვებთ ძალკე და იცხოვრებ იქ. ეს ნახე რა. აი შე რო გიყურებ როგორი ქმარიც ხარ ანისთვის. აი ეგეთი რო შემხვდე საერთოდ არ გავთხოვდები, სურვილი არ მაქვს მადლობა. არც კი გავიცნობ ისე დავშორდები. აი მაგიტო ვეძებთ ბინა ზუსტად. მიდი. ოღონდ ერჩევას მოგცემ რა. ცოტა დაბალ სართულებზე ეწებე. კაცმა არ იცის ანის როდის ამოუხვალ ყელში და გისვრის ფანჯრიდან. ძალიან კარგი. დავასრულეთ. თავისუფალი ხართ. მორჩა? კი. მადლობა. არაფრის. მადლობა. არაფრის, ნახვამდის. მოჩიტვიჯა? აჰა. ყოჩახ. ეს უფასოდ რომ ეკეთებს არ ტეხავს. რა ტეხავს ვიჯა? ვისთან ტეხავს? აი ნერვიულო შემაგას მიხედავ მე. კაი. ლაშუკა. ამიდე მოფერებითი ფორმები, პიდამი მითხარი რა გინდა? ხო ვიჯო მე ზიზღება. თანამშრომელი არ გჭირდებათ? გააჩნია ვინ, რატო, რა ისთვის? აუ, სოფიას დავპირდი, ლაშას დაველაპარაკებით ხო რა, სამსახურს ეძებს და იქნება მოუფიქრო რამე. ისე, მასო. სოფია სტომატოლოგია? არა, სტომატოლოგი. აბა ზღოლად მივიღო? ეგრე შენც არ ახარ სტომატოლოგი, მაგრამ ხომ მუშაობ აქ. შემაგრიბად მივიღო? არა. უბრალოდ აი დალაგებას ნუ დავალებ და რამე მოუფიქრებ რა, მაგალითად ბუხალტერიაში.
It's sajanda bashi delayed ხო ანჯან. ამის დევრების სანამ მე. ვინო. კახაჩავს ადმინისტრატორი რო იყოს. ძალიან მაგარია რა სამბობ. თან იცი რა ძალიან კარგი ადამიანია რა და ვერ იპოვა ვერსაც სამსახური. ხო იცი ხა როგორ ჭირს სამსახურის ძებნა. მოსადიშები ხა ნორმალურ სამსახურს. კი. ჯრავით მოვიდეს და ველაპარაკები. ფაქი ზოხარს. ანიტა. ხო. რა შვები? რავი, არაფერ შენ? გადადე რა ეს წიგნი ერთი წამით. რა ხდება? ძალიან მეშლება ნერვები რა. და გული მწყდება სიმართლე გითხრა. რაზე? რაზე და როგორც იქცევი? როგორ ვიქცევი, რა ხდება? ვერ ხვდები მართლა. ვინ არის ვაჭი? არა საქმე გაქვს მაგასთან. შეეშვი რა. შენ ვაჩაზე საიდან იცი? რა მნიშვნელობა? მამა, რატომ ერევი ჩემ პირად ცხოვრებაში? შენი ცხოვრება, ჩემი ცხოვრებაა შვილო. არ მომწონს ეგ ბიჭი. არაფერი მომავალი არ გექნება მაგბიჭთან. და ნუ მანერვიულებ რა. დედა შენმაც რო გაიგოს, ხო ხვდები რა სიტუაციაში ჩავარდე. მეც არ ვაპირებ შენი აზრი გავითვალისწინო, მამა. მაშინ არ გაგიშვებ არსად. იჯდები სახში. დახალებსაც ვერ ნახავ. ვარაცაც აგიბლოკავ. და იქნები ეგრე რა. და მე მიხვდები რაღაც პერიოდის შემდეგ რომ მართალი ვყოფილ. შინა პატიმრობას მისჭი? კი. მაგარია ძალიან. რა ხდება გიგა? ინცა. ხოიცი არ მეყარს ბევრი ლაპარაკი რა. აი ხის ცხოვრებაზე ლაპარაკი კიდე ჭირის დღესავით ამეზიზღება. მაგრამ შენ არ სხვა ხარ. და ვფიქრობ რომ რაღაცა კითხვის დასმის უფლება მაქვს შენ ცხოვრებაზე. რაღაცა რჩევის მოცემის უფლებაც მაქვს. არ მეთანხმები? კი, მერე? მერე ტატოზე მინდა გელაპარაკო. ნინუცა ვიცი ყველაფერი. რა იცი გიგა? ის რო გაწუხებდა. გირეკავდა. რა ვიცი, შეიძლება ფულსაც გთხოვდა. ხო და არასწორად იცი გიგა. ეგ არც მირეკავდა, არც მაწუხებდა. ნუ ფულზე ხო საერთოდ ზედმეტია საუბარი. და თუ ამ თემაზე კიდე მოდი რა, მე ნუ დამემალავ რა. მომისმინე გიგა. შენ ჩემ სიტყვებში ეჭვი ნამდვილად არ უნდა გეპარებოდეს რა. მართლა სამჯერ ყავს ეგ ბიჭი ნანახი. და გულწრფელობაზე თუ ლაპარაკობ, შენ იყავი პირველ რიგში გულწრფელი. საიდან იცი ეგ ბიჭი საერთოდ? ჩემი სალის ძმა რა. და მაგან გითხრა? რა გითხრა? აი რასაც შენ მეუნები რა. ვიცი მე ექსალი. საიდან იცი? შევხვდი. შევხვდი? რა გინდოდა? მე არაფერი. თვითონ დამირეკა და ნახვა უნდოდა. სხვათა შორის რო იცოდე, ეჭვი აქ რომ შენცამე მაგისმა ჩემ გამო. გეგა თუ ეგრე იყო, რატო არ მეკითხები წინასწარ რაღაცას ან საერთოდ რატო არ დამირეკე? არა, რა ვცემე, გოგო. აბა საიდან გაუჩნდა ესე ეჭვი შენზე?
არ ვიცი ნინოცა. წარმოდგენა არ მაქვს. და დარწმუნებული ვარ, რომ თვითონაც არ იცის რა. ნინოცა, ხო იცი როგორ მეყვარხარ? როგორც საკუთარ დას ისე გიყურებ. ახლა კიდე საერთოდ იმის მერია ჩემი მეგობარი, რაც სოლქმარი ხარ. ხო და აი ძალიან არ მინდა რა. ძალიან არ მინდა რომ რაღაცა გაუგებრობის გამო ერთმანეთთან უთანხმოება გქონდეთ რა. ხო იცი, სანამ გულწრფელობა არსებობს, დობაც იარსებებს. ვიცი, გეგა, ვიცი. შეგეშინდა? გული გამისკდა. არა და მეთქი სიურპრიზ გაუკეთებთ ხო? გამოგივიდა კი? აი ეს ყვავილები მოგიტანე. რა გინდა? ფიფქიების დედოფლის დასაჩუქრებადო. იცი რომ ყვავილებს ვერ ვიტან? ვი რატო? ბავშვობიდან არ მეყვარს. არა და ვფიქრობდი მეთქი ყვავილები ვაჩუქოთ ხო თუ ზაზუნად ხო და რავი მეთქი საერთოდ რამე რატო უნდა მეჩუქო? არა ზაზუნა. კაი ხა არ მითხრა რომ ზაზუნებიც არ გიყვარს. ხო, მეშინი ამ ღრნელების. და თუთიყუში? ჩვენ არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა რომ საჩუქრებით მომაკითხო. საერთოდ რატო უნდა მომაკითხო? ვეღარ გავიგე როგორ აგიხსნა. ხო და მინდა რომ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი რა და მომცე მაგის რა ქვია მაგას საშუალება ხო ხო და ვერ აი რა გთხოვ დაფიქრდი რა ისე ნუიტყვი ხო იქნება რა როჟა ვარ რანაირი ტიპი ვარ არ გაინტერესებს ეგ ისეთი საკითხია რომ მაგაზე დაფიქრება არ მჭირდება წავალ ხო ბაზარი არა ხوار გადაო მე-6-ზე ავიდა. ჩემი იღბლიანი ციფრია თო. სათხარ გოგო აქამდე ჯერ არ დაწყებულ სამსახურში რანაერად აგვიანებ გამაგებინე? კარგი რა იცი რა ხდება ქალაქში საგიჟეთია. ძლის მოვაღწია აქამდე. მომისმინე ახლა. არ დაიწყო ახლა პრანჭიაობა. რაზეც შეგეკითხებია, ყველაფერზე პასუხობ ვიცი, გასაგებია? და ისეთი რაღაც რომ მკითხოს, რაც არ ვიცი? ეგეც იცი. აიგე, იცი. წამოდი ახლა სად არის ამდენი დრო, გველოდებიან. ამა ხო გამიშოს სისხლის. გამარჯობა. გამარჯობა საფია რა ვარ ახლა? კარგად მადლობა ბოდიში რა დაგვიანებისთვის. დღეს გეპატეება. დავზანდით. ნაჯიკი. ატია. ხო? მოვიდნენ. Доброго дня. სოფი ჩვენ რაღაცები გავიარეთ მიღებადაგებთან მოკლედ ასეთი ვარიანტია რა შენ თუ შეგიძლია რომ იმუშაო ადმინისტრატორად ჩვენთან შეძლებს როგორ ვერ შეძლებს შეძლებს შენ უასარსალებ ენას მეკითხები ადამიანს მეგონი რა უნდა გააკეთოს ადმინისტრატორმა კაცი
Что у нас здесь, администратор? Все очень просто. Записываете пациента, составляете историю болезни и берете деньги. Пулს აიღებო. კი, ეთო კიდე თარგმანი. არა, ყველაფერი გასაგებია და მე მგონი შევძლებ. რა მე მგონი, გოგო, რა მე მგონი, რა უნდა პაციენტის ისტორიის შედგენას და დაწერას. ხალხი ალექსანდრე მაკედონელის ისტორიას წერდა ომის დროს. Она может. Она всё может. კი, შევძლებ. ძალიანაც კარგი. ისეთი ჩვენ ბევრი სლაბაკო არც აქვს. სოფი შეიძლება ხვალინდამე მოხვიდე. მაგრამ იცი რა არის, ერთი რაღაც მაინტერესებს უბრალოდ. დიახ. ეს უნდა ატარო, ეს. Შეიძლება ხვალინდამე მოხვიდე. ხაზია პაზნაკოვისა. Наш новый администратор. Дуже дякую вам. До побачення. შეხვედრამდეო. სასიამოვნოა. Взаимно. კომედი ჯგუფის ჯანმრთელობას აზღვევს სადაზღვევო კომპანია ალფა. საჭმელს არ ჭამშვილო. დაიავადებ შენ თავს. მე არაფერი არ მომივადე და ნუ ნერვიულობ რა. კითხა ლუკამ ბინას რო ეწებენ? რა ბინას ეწებენ? არ თქვამს. არა? ძრათ უნდა ბინა. რა ვიცი, კითხე. შებაწუხეთ ეთყობა გოგო და ესეც აყვა შენი შვილი. რამ შეაწუხა? რა ვიცი. კი დადის ულოსის პრინცესავით რამ შეაწუხა არ ვიცი. გამაგიშებენ რა. როდის კითხრა შენ? არ უთქვამთ. დიეთ რომ გამოვედი რაღაცებს ათვალიერებდნენ. დედა იქნება ისე ნახულობდნენ რაღაცას. არა დედა, ვკითხე და ჩვენთვის გვინდაო მითხრეს. ერა ჩუმჩუმელა გოგო შენ ხო აზრზე არ ხარ რა დადის იმ თავის ფოსფორისფერი თვალები და შემოგფიცინებს საჭმელად. ჩუანდა. კარაკი? აუ, კარაკიდან მოვიწყო. კაი, ჩავალ მოიცადე ერთი. კაი, იყავი დედა, მოდი ერთი წუთი დაჭექი რა. რა? ელენა მითხრა რომ ბინას ეწებენო. ხო, მერე? რა თქინდათ? უნდა გადავიდე ცალკე დედა, რა უნდათ ბინა? რატო დედა რა ქვერეტებით? საშუაშია ვერ ვეტევით, უბრალოდ ესე მირჩევნია რა. გირჩევნია თუ ურჩევნია? აყევი ხა ამას თუ რა ხდება? არავის არ ავყევი მე. და რა საერთოდ რა არის, რა აჩემებაა ეს? იყავით იქ სადაც ხართ. ნუ დაგვაწყვიტავთ ახლა ნერვებს მეც და მამა თქვენსაც. და რატო არ შეიძლება რომ ცალკე ვიყოთ? დედა, ანისთვის არ შემიქმნია მე არანაირი პირობა, რომ ბინას ეძებდეთ თქვენ გასაქცევად. ვაიმე დედა, დაანებე რა თავი რა. თუ უნდა წავიდნენ ერთ ხوار დააკავებთ ძალიან. გაჩერდი. დედა, ფეხმძიმეთ არის გოგო. ყურადღება ჭირდება, მე 1000 საქმეა სახლში. ჭურჭელს გაგირეცხავს, სადილს გაგიკეთებს თუ რა, ცოდოა რა. დაეტიეთ იყავით აქ და მე ჯერ აღარ გამამეორებინო. მე დაველაპარაკები ან არავის დალაპარაკება არ უნდა რა და მივხედავ ჩემს საქმეს და შენ ენას რატო ვერ აჩერებ გოგო? რა გაყვირებს? მე რო არ მეთქვა ვერ გაიგებ და ისე გადახვიდოდით გაიპარებოდით ჩუმად? ვეტყოდი მე და აუხსნიდი მე. ხო და ეხლა აუხსენი მე. და შენ რო ვინმეს დაასწრებ რამის თქმას მე გადაათქმევინებს იმას ადამიანი? რა გველად ხარ დაბადებული რა. ევა კი ყავს და ბაშლი კი უყურს და მიხედე მაშინ შენ. აბა დაყოფი. შენი ბრალია.
რა შვები კახო ბავშვი სად არის? რა იყო დამუნჯდი თუ რა გჭირს ვერ გავიგე? დაჯექი. რა ხდება? მოდი და დაჯექი. ერთი წუთი ყავას გავიკეთებ, აზზე მოვიდე რა გათიშულება. ყავის გარეშეც მოხვალ აზრზე დაჯექი. რა იყო რა გჭირს რა აჭრელი ხარ? ჰა? რას მიმარვალო? რა? რა ხდება გამაგებინე? ხო. შემომხედე და ისე მიპასუხე. გიყურებ კახა რა ხდება? ვინ არის ტატო? ტატოს დამ მოგაგნა? ვინ? ტატოს დამ. შენ რა იცი? ვიცი კახა. რა უნდა? აი მაგას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა მითხრა. საიდან იცნობ მაგ ვიცს? აი მე კახა ბერლინში კლუბში გავიცანი და მართლა 5 წუთიანი დიალოგი გქონდა, მეტი არაფერი. და 5 წუთიანი დიალოგის გამოცემა ეს? მე სულ არ ვიცი თბილისში ვინ ვისცემს და რაღაცა ის ისტორიები ძალიან გთხოვ რა. და რატო არ მითხარე? რა უნდა გითხრა კახა ვიღაცას რო გავიცნობ, რამდენი ვიღაცას დაველაპარაკებ, ყველაფერი გითხრა? ხო, უნდა მითხრა, ხო. არ შეიძლება რომ ბერლინში 5 წუთიანი საუბრის გამო მე თბილისში ცემდნენ. არ ხდება ესე რა. აკაც ნახე? არ მინახავს, უბრალოდ შემხვდა ქუჩაში რამოდენიმეჯერ. გასაგებია. ანუ მე ახსნა განმარტების მოცემა მომიწია იმის გამო, რომ ადამიანს დავეხმარე და შენ მივარდი, კონცერტები მოაწყვე და თურმე შენ აქ ნერვები მეშლება რა. აი, საერთოდ არ ველოდი რომ აი ესე უსინდისოდ შეგეძლო რომ მოგეტყუებინა. ვირას გატყუებს კახა, რეებს იჯერებ, რა ტატო, რის ტატო? ეს ისევ შენი იმ სოფიას და მაგის ბანძი დაქალების დადგმული სპექტაკლია. როგორ არ გწხვენია, ვისი გჯერა, გამაგებინე. მაგით უნდათ რომ სამაგიერო გადამიხადონ? გაიჩერა. თეატრალურ კომედიური სტუდია საქანელა იწყებს 6-დან 14 წლამდე ბავშვების მიღებას, სადაც შეგასწავლით სამსახიობო ოსტატობასა და მეტყველებას. გაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 598 585 585. კობა კობა შვილო. ხო. რა გჭირს ბიჭო? არაფერი. კაი ახლა. რაღაც ხასიათზე ვერ ხარ დედა, ხო? ხო, შვიდობა გაქვს დედა. ვის აქვს შვიდობა მე რომ მქონდეს? რა ვიცი. თქვი დედა, ნერვიულობ რაღაცას შენ და ვერ ამბობ ბოლომდე მითხარი დედა. ლაშაიას ხო ისნო დედა შენ? რომელს? იმას? ხო, ზევით. როგორ არ უცნობ დედა? ვიცნობ. მერე? მერე ერთი გოგო შეუყვარდა მაგას თბილისში. მე შვილო, მაგას სულშვილი ხო ყავს? არა. არა. ხო, მერე? ხო და ერთ სამი თვე ხდებოდნენ ერთმანეთს. დადიოდნენ წინ და უკან. მერე ლაშაიამ ერთ დღეს
ამ გოგოს უთხრა მიყვარხარო. და ეს გოგო განათხოვარი აღმოჩნდა. დედა, მერე შვილი. შვილი სკოლია. დედა. ახლა შე გიშკავს ნერვიულ შაქნას არის. დედა. ლაშაიაც კაი ტიპია კიდე. თუ გიყვარ შე კაი ადამიანო ხალი რა აზრია, გათხოვილია თუ გამოთხოვილი? რაფერ არა აქვს აზრი შვილი. აზრი როგორ არა აქვს? მოიჭრა თავი მთელ სამეზობლოში, მთელ სოფელში. ხალხს თვალებში როგორ უნდა შეხედოს შვილო? არა დედა, მაგას ნუ იტყვი. როგორ არა აქვს აზრი? ვინ კითხავს ხალხს? ლაშაიას იგოგო მისთვის მოყავს, ხალხისთვის კი არა. დაანებოს კიდე ამ ხალხმა თავის სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას. და თავის თავს მიხედო. მე ვიყვანდი მის ადგილზე. დედა. შვილო, გიხოცები, ნუ იზავ მაგ საქმეს. ნუ იზავ დედა, თუ რა გამისკდებებული და იმ წუთშივე მოვკვდები. გირეცოლოს დედა. არ ქნა შვილო. აი დედა, აი დედა, აი რა გითხარი? დედა შვილო მე. აი. მე ვერ გადავიტან მაგას მე. აი დაშვიდე დედა, აი. ხო და ტოქსიკოზი დამეწყება ცოტა ხანში მე. რომჩიკ. მეგობრებო, რაღაც მინდა გითხრათ. ანალიზების პასუხი მომევიდა. მე შვილი არ მეყოლება. რას ამბობსა? როდის მოვიდა ეგ ანალიზის პასუხები და აქამდე რატო არ გითხარი? რავი, დაახლოებით თვეზე მეტია. არ მინდოდა რომ დამესტრესეთ რა. რა გჭირთ? და არ გინდა რომ სხვაგანაც გადაამოწმო. გადავამოწმე უკვე გავაგზავნე უცხოეთში და ზუსტად იგივე პასუხი მომევიდა. შანსი არა, 21 საუკუნეა იმკურნალებთან რაღაც. ხო, ნამდვილად. აი ჩემს ბიძაშვილს ეუბნებოდნენ, შვილი არასდროს არ გეყოლებაო, მაგრამ 8 წელი გავიდა და ეხლა გაუჩნდათ. აი მე 1%-იც არ მაქვს შანსი შვილის ყოლის. ხო და გადავწყვიტე, აქედან წავიდე. სად? იტალიაში. იცი რა, ყველაფერს ახლიდან დავიწყებ რა. დავიღალე აქ. აქეთ გეგა. იქით დატო. აღარ შემიძლია რამდენი ნეგატივი და ცუდი ამბები. და რამდენი ხნით მიდიხარ? რა ვიქნება არც დავბრუნდა. მერე ჩვენ? თქვენ იქით ჩამოხვალთ ჩემთან. კი. აბა რა. წადი. დაისვენე და მალე დაგვიბრუნდი. ხო ჩემს ხარ. ყველაფერი იქნება კარგად რა. ჩამოგდირის ეგ ცხოვრება. სტრესის ბრალი იქნება ახლა ეგ რა. დამიჯერეთ რაც მე ექიმებში ვარ ნამყოფი დიპლომი მეკუთვნის. მარტო ეგ არ არის რა. ცოტა ხანი მინდა ყველაფერს მოუწყდე. როდის აპირებ წასვლას? ეგ არ ვიცი.
სახლიდან წამოვედი. აი გეხუმრა. იდიოტი ხარ.